დადგა დრო გავიგოთ როგორია პლანეტარული განწყობები და რას გვიქადიან ვარსკვლავები მიხეილ ცაგარელი უნდა შემოგვერთეს ახლა პირდაპირ ეთერში ბატონო მიშა მობრძანდით გელოდებით აბა როგორი კვირა გვაქვს რაღაც კაი ხასიათზე მოდის კაი ხასიათზე მოგესალმებით პოზიტიური კვირა როგორ შეიძლება ცუდ ხასიათზე იყოს კაცი კაცო რაზეა ლაპარაკი ძალიან კარგი როგორ ხარ კომენტიო როგორ ხარ ხო კარგი ოთარ შენ როგორ ახარ თავარი მოქმედი პირი ხარ შენ ო აი შენ თავარი მოქმედი პირი ვარ აბა შენ ახლა საყურადღებო ისა გაქვს კვირა თავარი მოქმედი შენ ბუძებს იჭერ ჩემო კარგო ამდილა ადრეა ვერძი განავიდა ნადირობაზე ვერძი გასაგებია კადრის მიღმა ხო ვარა საინტერესო მომენტი იყო ვერ შევიკავე თავი მდენა დავინახე უცებ მონადირე ვერძი საინტერესოა აკეთა მხარე მტკივა დილი და აჰა მაგაშია საქმე ახლა აგიხსნე კიდე ესე იგი რა ხდება ხალხო დახუნძული მოვლენებით არის ეს კვირა თან ყველაზე რთული ნოემბერში ამიტომ იღავით ყურადღებით. ეს კვირა არის ყველა. ეს კვირა ყველა დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, შემდეგ კვირა გაცილებით უკეთესია და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ესე იგი 9 რიცხვში რა ხდება? 9-ში კვირას მერკური, გონების, კომუნიკაციის, ინტელექტის, მოგზაურობის მმართველი პლანეტა ხდება რეტროგრადული, უკუმავალი. ესე იგი ეს რას ნიშნავს? 29 თითქმის ნოემბრამდე იქნება უკუმავალი. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ მერე გაგიჭირდებათ ახალი იდეის პროექტის რეალიზაცია. გაგიჭირდებათ ურთიერთგაგება, მოლაპარაკება, ხელშეკრულების დადება, იმიტომ რომ მერკური გვეუბნება 9-დან 29-მდე, აბა დაუბრუნდით ძველ საქმეს, ძველ პროექტს. რაღაცა არ გამოდიოდა, აი ახლა გაიაზრეთ, ან გაანალიზეთ, ან შეცვალეთ. ეს ის შემთხვევა, როცა რეტროგრადულობა კაია. არა, ერთხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდია. ცუდია იმ მხრივ, რომ ახალ საქმეს უშლის ხელს, ახალ ხელშეკრულებას უშლის. მგზავრობა მოგზაურობის დროს პრობლემები შეიძლება შექმნას, მიხვდი, მაგრამ აი ძველისკენ დაბრუნება გააზრება და იმის გამოსწორება, აი ამას ითხოვს ჩვენგან. ეხლა რაღაც საყიდელი გაქვთ? დავუშვათ ავეჯი მანქანა, კომპიუტერი, აი ახლა 9-მდე. 9-ის მერე შეძენილი, მერე უკვე თქვენ თავს დააბრალეთ. რას დაემართება? იმას მერე თქვენ თავს დააბრალეთ. იმიტომ 9-დან 29-მდე არაფერი ახალი არ შეიძინეთ. პროდუქტები? არა, პროდუქტებზე არ არის ლაპარაკი. არა, ტექნიკაზეა საუბარი და ასე შემდგომ, ხო, ტანსაცმელზეა საუბარში, არა გამოგადგეთან, ფეხსაცმელი ადვილად დაიხეს და უშოთ 9-დან. ან მოგიჭიროს. ხო, ნუ 1000 პრობლემაა, ხო? ანუ ეს ერთი. ეხლა მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მარსი. ეს არის საქმიანობის ენერგიის მმართველი პლანეტა, მაგრამ თან მებრძოლის სულისკვეთების სწორედ უკვე ხვალიდან გადადის შენს ნიშანში. ოთარ მშილდოსანში. მარსი. და დაახლოებით 15-16 დეკემბრამდე იქნება იქ. მარსი მშილდოსანში ძალიან კარგია განსაკუთრებით ვისთვის, ვისაც უნდა სპორტული ვარჯიშები გაჯანსაღება დაიწყოს სპორტით, ხო? პლუს სპორტული შეჯიბრებები სპორტსმენებისთვის. შენია სპორტული მარსია, მაგრამ ხელს უწყობს ტურიზმს. მაგალითად, დავუშვათ უცხოელებთან აქტიურ კონტაქტს, ოპტიმიზმს აჩენს იგივე მუშაობის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. მაგრამ რა გვარყოფთი? შილდოსნის სარკასტული გამოთქმებიც მოიმატებს თავისთავად. ხო, ეს გესლება. პლუს სუსტრაფობა, მოუთველობა. არა, უკვე გეოდერზი მეს უთქვა მიიღო ეს პორცია გესლისა და ახლა უბრუნებს უკან. მომენტი იმპოვა, მომენტი გასაგებია. ყიამყრალი. კი ბატონო, არის ეს მომენტი გათახვები. ეხლა ჩემო კარგო მოიმატებს სუსტრაფობა, ეს სარკასტული გამო და ფულის ხარჯვისადმი მიდრეკილება. მარსი გვადლის კარს და ცუც, ხო? შემდეგ კიდე დახუნძული რით არის ეს პერიოდი 5 რიცხვი 4 შაბათი აქ რა ხდება სავსე მთვარეობა კუროს ბორიელის ზოდიაქურ ღერძზე ზედამთვარე ურთიერთ ბრძოლაში არიან ერთმანეთთან სავსე მთვარე რას ნიშნავს ზედმეტად ბევრი ენერგია მოდის ყველა ვერ უძლებს და გიждდება ამიტომ ზოგს უნდა ჯირითი მანქანით რო ეს ენერგია როგორმე გამოუშვა ზოგს უნდა კამათი შესვლა მაინდამაინც რაღაც საკამათო სიტუაციებში კონფლიქტი და ასე ზოგი გაიხსენებს ძველ წყენას ბოღმას და ასე შემდგომ ამიტომ ესე იგი 4 შაბათი ფრთხილად არაფერი ახალი სარისკო არ დავიწყოთ ტრავმაული ტენდენციები მაღალია რისკ ზონაშია ყელი ენდოკრინული სისტემა სწორი ნაწლავი ზონა და შარსასქესო სისტემა ამიტომ ყურადღებით ვიყოთ აი ამ პერიოდში აი ამ ზონების მიმართ განსაკუთრებით და ვეცადოთ რომ შვიდად არავითარ პროვოკაციებს არ აყვეთ იმიტომ ზოგიერთი იქნება შარზე გაითვალისწინეთ და გაატარეთ გიჟ თავისუფალია
ასე დღეებში ტრადიციულად ესეა და სავსემთვარეზე ფსიქიატრებმა კარგად იციან რა ემართებათ მათ პაციენტებს და რამდენად გიждდებიან. ამიტომ ეს გაგიჟების მომენტი ბევრ ადამიანში იქნება გამახვილებული და მზად იყავით ხუთში. ეს კვირა ამ კვირაში სულ? აი ახლა ხუთში უკვე ხო 4 ვთქვით, 5 ვთქვით, კვირა დღე ვთქვით, მერკურის რეტროგრადულობა და კიდე ორი მოვლენა. პარასკევს რა ხდება? ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა გადადის მორიელში. ოჰოჰოჰო, მატულობს ვნება. ინტიმური კონტაქტებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება. ხო, ამიტომ ეს ტენდენციები ლერდო, მაგრამ პირად ურთიერთობებში მოიმატებს ეჭვიანობაც. მოიმატებს აქაც ზედმეტი პირდაპირობა ურთიერთობებში და აქედან გამომდინარე წყენის ელემენტი. ამ თვისებებსაც სჭირდება ცოტა მეტი ყურადღება ამ პერიოდში. და ეს კიდე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა შაბათი, ცოტა მძიმე დღეა. ტრაუმულავარიულია და კონფლიქტურია გაითვალისწინეთ და კიდე აქ რა ხდება? ურანი ეს არის მოულოდნელობების რეფორმების მმართველი პლანეტა ბრუნდება 26 აპრილამდე, ეხლა ტყუპებშია ბრუნდება კუროში. კურო რა არის? საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო. ურანი როცა იქ შედის და ეს ხო მოულოდნელობების და რეფორმების თქვენი პლანეტა, მერწყულების ხო? გადარევს ამ სისტემას. უცებ დაიწყება საბანკო ეკონომიკურ სისტემებში რეფორმები, ცვლილებები, რაღაც აირევა, ქაოსი დაიწყება, ახალი ვალუტის ირგვლივ დაიწყება ისე მთელი ამბები, მერე ნელ-ნელა აპრილისკენ დალაგდება და სანამ იქიდან გამოვა, მერე ცოტა აკერებს დავალაგებთ. ხო, იმედია. აი ეს მოვლენები ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ძაფრი გვაქვს ყველა ამ კვირაშია, მოდი ასე ვთქვა და ამიტომ ეს კვირა გავიაროთ ყურადღებით შემოკარგება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ურთულესია ვიმეორებ და ყველაზე რთული ალბათ ამ თვეში. მორიელი რო ხა მსუბუქი ნიშანი არ არის, შენ კარგად იცი შენი გამოცდილებით თუნდაც ხო სახში ყავს მორიელი. ამიტომ როცა გავდივართ მორიელს, მოთვინიერებული მორიელი მყავს. აჰა, შეძლო ხო გამვა. ხო, ნახა შილდა საიტო ვინ გააკეთებდა ამ შინაურებული. ხო, მაგრამ ისე არა, ისე ყველა საინტერესო რა არის, იცი ნინო, ყველა საინტერესო რა არის, იცი? აი ხა ეს მორიელი აქ რო გვიждდეს, ის რა სიტყოდა და რა ირონიული სახით გადახედა. არაფერი იმას ეს უკვე წარმოვიდგენია. იმას საქმე ისე აქ დაყენებული რომ ამას ისგონია მოშინაურებული. ხო, იმიტომ რომ ბილ კლინტონი გახსოვდა ნენსი, ხო, ნენსი იყო მორიელი, ბილი იყო ლომი. და გახსოვთ მონიკა ლევინსკის ამბავი რომ ატყდა მთელი ამბავი და ნენსი გვერდი დაუდგა. მაგრამ ერთი კვირა არ გამოჩენილ და მე რომ გამოჩნდა ფაფარი აღარ ქონდა თავზე. ესე მორიელმა რა უკნა სახში წარმოედგინეთ რა. ხო? ბუბულია გააძრეს. და ხო ინტეგრია, კარგი. ეხლა გადავიდეთ ეხლა ზოდიაქოს ნიშნებზე ყველა იგზნობს გარკვეულ დაძაბულობას. დავიწყოთ ვახოს ნიშნით, აგერ ბატონო ვერძი ნინოს ნიშნით, ხო დავისთავოთ, მე ეხლა ვახო უცებ, იმიტომ რომ სულ ვერ ვიცლი ხოლმე ვახოს და ხო, ამიტომ. ხო, მოდი ეხლა ესე ვთქვათ, ვერძებო რთული პერიოდი გაქვს, იმიტომ რომ ერგოტონუსი ეცემა. ანუ უფრო ადვილად იღლებით. შრომის უნარიანობა კლებულობს. ეგ ცოტა მეტად გამოაძინეთ საკუთარი თავი და არ გაიკვირდეთ გარკვეული შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი. შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. მაგალითად, გულაცრუებასთან შეიძლება კონდეს ადგილი. ის წარმოდგენები, იდეალები, რაც თქვენ გქონდათ შექმნილი, მათ შორის ზოგიერთ ადამიანზე, ზოგიერთ მოვლენაზე, აი შეიძლება სერიოზულად დაესხვრეს. რას თქვენში იწვევს აი ამ გულაცრუებასა და საერთოდ სხვა გადასხვაფერებას თქვენი მსოფლმხედველობისა. სირთულეები მოსაუბნელია ფინანსური კუთხითაც, სირთულეები მოსაუბნელია ურთიერთობებში, ურთიერთგაგების შემცირების ფონზე და კოსმოსი ითხოვს თქვენგან აუცილებლად ენაზე გბელის დაჭერს. ვიცით რომ მოლაპარაკენი ხართ, მაგრამ ამჯერად გეუბნებიან, ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით, რას აპირებთ, სად მიდიხართ, რა გიმივებთ. იმიტომ სხვანაირად აქ წინ გათქვა ინფორმაციისა პარტნიორულ სირთულეებსაც შექმნის, მატერიალურ სირთულეებს და სხვა სახის პრობლემებს. ამიტომ კვირა გავიაროთ ცოტა ფრთხილად. კურო, რაც შეეხება კუროს ენერგოტონუს არ უჩივის. პერექით აქ ემატება ენერგოტონუსი, ჯანზე მოდის, უფრო შრომის უნარიანობის ყოველ მოთვენია, მაგრამ რას ნიშნავს უორობთ ენერგოველი? ზუსტად ნიშნავს იმას, რომ წყალქვეშა დინებებს უქმნის. მათ შორის წარმატებულ ნიშანსაც თუნდაც კუროს. რა არის წყალქვეშა დინება ამ შემთხვევაში? ფინანსები. ერთი და პარტნიორული ურთიერთობა მეორე. არავით არის ზედმეტი ფინანსური ხარჯი ამ კვირაში, არავით არის ინვესტიციები, კაპიტალ დაბანდებები. ეს ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯს გამოიწვევს ერთი და მეორე. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს, გინდა ბიზნეს, გინდა საქმე, გინდა პირად ურთიერთობებში მით უფრო წარმატებული იქნებით, მაგრამ აქ რო ურთიერთგაგების შემცირების ფონზე აქ არის სწორედ დაპირისპირებების ფაქტორი, ეს გაითვალისწინეთ. ამიტომ თქვენი სიხისტე, ზედმეტი პირდაპირობა, არადიპლომატიურობა აქ შეიძლება გახდეს სიჯიოსთან ერთად კონფლიქტების საბაბი. ამან გააფუჭოს გარკვეულწილად ეს პერიოდი. ამიტომ პარტნიორებთან მაქსიმალურად თხილა და გაუფრთხილდით ამ ურთიერთობებს.
ტყუპებო, ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მგრადია, ამიტომ უფრო ადვილად შეიძლება გაცივდეთ, გადაიღალოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველა, მათ შორის თქვენ, შეიძლება იყოთ ურთიერთმოქმედებებით პრეტენზიული და კმაყოფილო. ამიტომ მაგ გარკვეულმა წყენამ შეიძლება ეჩინოს თავი, კრიტიკა შეიძლება იყოს სხვათა მხრიდან, რაც ნერვულ სისტემას მოგიშლით თავისთავად და პლუს სუსტრაფობა მატულობს, გინდათ ყველაფერი ერთად უცებ, 10 საქმის ერთად დაწყების თელობა გაქვთ, საიდანაც ერთი მეორე შუსლის მეორე მესამეს და ბოლომდე ვერცერთი ვერ მიდის. ამიტომ აი ესეთი ხელისშემშელი ფაქტორები იჩენენ თავს. პერიოდი ცოტა რთულია, გაითვალისწინეთ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას და ეცეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. სადაც შეიძლება ასევე პრეტენზიები და ურთიერთწყენა იყოს საკმაოდ მაღალი. რაც შეეხება ახლა ისეთ ნიშანს, როგორც არაკერჩხები ერთ-ერთი ფავორიტია. ჯანს არ ურჩევის ერგოტონუსი მაღალი, ინტუიცია ძლიერი, ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს, ინიციატივას იღებს საკუთარ თავზე, გარკვეულწილად პომპეზურიც არის ამ პერიოდში, მაგრამ წყალქვეშა დინებები ითხოვენ ყურადღებას რა, ტრავმულ-ავარიული პერიოდია. ამიტომ ვიყავით ხილად, გინდ საჭესთან, გინდ აუშვათ რაღაც მექანიზმებთან, რაღაცასთან გაქვთ ურთიერთობა, რომელიც ცოტა საშიშია. აი ყურადღება არ მოდუნოთ, რომ ამან მერე არ ეჩინოს ნეგატიურად თავი და საავადმყოფოში არ მოხდეს. აი ამას მიაქცევთ ყურადღება, ეს ყველაზე საშიში მომენტია თქვენ ცხოვრებაში ამ კვირაში, სხვა მხრივ პერიოდი კარგია. ხელს უწყობს ავტორიტეტის დას, ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას, რაც მეტად კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებს შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან, მით უფრო კარგად გაივლით ამ პერიოდს. თუმცა აქაც გარკვეულმა დაძაბულობამ შეიძლება ეჩინოს თავი, თუ გამოავლეთ უტაქტობა და ზედმეტი ამბიციები. ლომს რაც შეეხება, ლომის ერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მგრადია, შეიძლება ადვილად გაცივდეთ, ადვილად გადაიღალოთ, პრეტენზიები გქონდეთ სხვების მიმართ, აი აქ მუდმივი უკმაყოფილობა ლომს. არ მოწონს არც მისი ნამოქმედარი, არ ზოგჯერ თავისი ნამოქმედარი და რო ეტყვიან ზოგჯერ თვითგვემაშიც არის. ამიტომ ლომებო, იღავით ამ ხრი ყურადღებით, ზედმეტად ნერვებს ნუ მოუშლით საკუთარ თავს და სხვებს, ეს ერთ კვირაში გადაივლის, ამიტომ თავარი ამ ერთ კვირაში არ გააფუჭოთ ურთიერთობები. ამის გარდა, მზად იყავით, თუ რაღაც საყოფაცხოვრო პრობლემები შეიქმნა, გაფუჭდა ელექტროტექნიკა, კომპიუტერი, სანტექნიკა და რაღაცები. ამის გამოც ნუ მოიშლით ნერვები და სხვასაც გასაგებია, რომ ეს ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული და თქვენი ენერგიის ხარჯთან, მაგრამ შვიდად ყველაფერი ეს გააკეთეთ. თუმცა იმისთვის, რომ გაალამაზოთ თქვენი ბუდე, სახლი, პერიოდი ძალიან კარგია. გააწულებო, ჯანს არ ურჩევით. ართ ენერგიულები, აქტიურები, შრომისუნარიანები, სყოფიანები, კი ბატონო, ეს ყველაფერი გადასარევია, კარგია, მაგრამ ფეიკების ალბათობა გაქვთ მაღალი. იღავით ყურადღებით თქვენი მოტყუების ცდელობა, არასწორი ინფორმაციის მიღების ცდელობა იქნება მაღალი, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც არ უნდა სანდო ადამიანმა გითხრათ, გადაამოწმეთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. ამის გარდა მადლობს თქვენგან კრიტიკულობა. პრეტენზიულობა სხვების მიმართ თქვენ ვერ იტანთ, როცა ადამიანი პასუხისმგებლობას ვერ ავლენს. პუნქტუალური არ არის. ბოლომდე საქმე არ ვიყავს და ამის შედეგად შეგვიძლია პირდაპირ შოპში მიახალოთ ნუ გოდერძე მიცის როგორ კეთდება ეს ტექნოლოგია, ჩემო კარგება და აქედან გამომდინარე. წლების გამოსtildeები. ხო, ამიტომ ვიყავით ცოტა ყურადღებით, რომ აი ესეთმა თქვენმა მოქმედებამ სერიოზულად არ დაძაბოს მათ შორის პარტნიორული ურთიერთობები და შეიძლება მეზობლებთანაც ურთიერთობები და ყველა წრილმანზე, ხო, აი ეგ რატო არ გაასუფთავე დაუშვათ სადარბაზო. ამას შეიძლება მოყვეს კონფლიქტი. სასწორებო, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მგრადი არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. პლუს ამას შეიძლება ადრეული საქმეებიდან მიიღოთ გარკვეული მატერიალური დივიდენდები, მაგრამ ვიყავით ყურადღებით. ძალიან ადვილად გაჩნდებიან ესეთი ადამიანები, როიცდებიან ეს დივიდენდები დაგახარჯინონ და ძალიან უაზროთ. ამიტომ 7 ჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით, სანამ გადაწყვიტავთ ფინანსების ხარჯვას, რაშიც არ უნდა იყოს. ით რომ აქ ფინანსური შეცდომების ალბათობა გაქვთ მაღალი. გაავრცელდით ცოტა ეკონომიურად ხარჯეთ თქვენი ფული, იმიტომ რომ აქ ცუნებების ტენდენცია გაქვთ მაღალი. იგივე ფული შემდეგ კვირაში გაცილებით ჭკვიან, რომ დაეხარჯება თქვენი მხრიდან. ეს თავარი თქვენი პრობლემაა. მორიელი თავარი ფავორიტია. ყველაზე აქტიური, ენერგიულია, უშარია, მებრძოლია, შარმია, კარნახული, მიმზიდველია, ინტუიციურია, ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ. შემოკარგებო და ბევრ რამეს მიაღწევოთ, როგორც ლიდერმა, ხელმძღვანელმა, კი ბატონო, მაგრამ იღავით ყურადღებით. აი ზედმეტი ამბიცია, საკუთარ თავზე ზედმეტი დიდი წარმოდგენა და ეგოიზმი ეს არ გახდეს თქვენ სარკასთან ერთად დაპირისპირების ფაქტორი და გაითვალისწინეთ, ბევრს სულაც არ უხარია თქვენი წარმატებები. ამიტომ ფარუმტრებს და ჭორებს ექნება ასევე ადგილი და აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. შვილდოსნებო, ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ წლის განმავლობაში. აბა, კარგად ხარ. არა, პირიქით, საყურადღებო ინფორმაცია მაქვს, გითხარი
ოთარ, მაგრამ არ მომისმინე შენ. აი, მით რატო? იმიტომ სუსტრაფია. თამაშია საქმე. სუბზელის არის. ეხლა, შემოგარგო, პირიქით. აი, ახლა უყურე, როცა აი შენ არ აქცევ ყურადღებას, როცა მზე გადის მორიელი ზოდიაქოს, ეს არის მშვილდოსნის წინა ნიშანი, ამას ქვია დაბადების წინა პერიოდი, რომელიც ადამიანს აქვს ყველაზე სუსტი. ენერგოტონუსი ყველაზე დაბალი წლის განმავლობაში ახლა, ფსიქოემოციური დაღლილობა და გაღიზიანება ყველაზე მაღალი ამ კვირაში, ამიტომ იყავი ყურადღებით. პლუს ძლიერდება ფარუმტელთა ჭორების, ინტრიგების, მოშურნეების მოქმედება, შეესაბამება ვიღაცები ახლა გაგახსენებენ. ძველი ვალები ქონდა, აი რატო არ დამებრუნე? ვალდებულებები იყო შესასრულებელი, რატო? რა შეასა? აი ახლა ეკნებათ პრეტენზია ყველას. ამიტომ არის რთული პერიოდი, ესე იგი ეს კვირა, შემდეგ კვირას კიდე არ აუშავს. ეს კვირა არის ყველაზე რთული. არ გაცივდე, არ გადაიღალო, ცოტა დაასვენე შენ თავი, ზოგადად ძველი საქმე გააკეთე, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარო, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო, შვილოსნებო ამ კვირაში არ გაკეთო და პროვოკაციებს არ აყვეთ. არავით არის უსწრაფობა. თორეს ეკნება შეცდომის ფაქტორი. თხისკა გაწლევით უკვე ზობს თავს ენერგოტონუსი პირიქით მაღალი აქვს ჯამთელი აქტიური ენერგიული სხვაშორის ყველა ელოდება მის დახმარებას ხელმძღვანელებიც კი და სხვაშორის მზად იქნება რომ დაეხმაროს გვერდი დაუდგეს და ამით კიდე ავტორიტეტი აწიოს ეს კარგია მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობა ამიტომ ამ დაძაბულობამ და რაღაც სიტუაციების შეცვლამ მის ირგვლივ მათ შორის საზოგადოება შეიძლება აიძულოს რომ რაღაც გეგმები შეცვალოს მაგრამ ამასაც მოახერხებს ამიტომ შესაძლებლობები კარგი უდაოდ აქვს უბრალოდ რა უჭირს თხილად იყოს სიახლეებთან. აი აქ შეიძლება სამყარო მოითხოვოს რეფორმები. შეიძლება მეთოდოლოგია, შეიძლება ურთიერთობები, შეიძლება რაღაც სხვა საკითხებში. აი აქ უჭირს, იმიტომ კონსერვატორია ბუნებით. არა და შეიძლება ნაჩქარევად რაღაც რეფორმებს მოკიდოს ხელი და ამას შეცდომა დააშვებინოს. ამიტომ თხილად სიახლეებთან. სიახლეებისთვის კარგი დრო იქნება შემდეგი კვირა. მერწყულებო, თქვენ გაქვთ ესეთი საინტერესო, ხო, ენერგოტონუსი დაბალი ჯამთელობა ნაკლებად მგრადი, ადვილად იღლებით, აუცილებლად ჭირდებათ სათავადო გამოძინება. ეს თქვენთვის აუცილებელი ფაქტორია და ტვინის დასვენება. იმიტომ რომ ახლა თქვენი ტვინი 24 საათი მუშაობს. ნუ რახან გვაქვს კარგია უკვე. კარგია, რასაკვირველია, ყოველთვის გაგვდა, ყოველთვის უგექნებათ უმაღლესი ლოგიკური აზროვნება, მაგრამ რადგინდა, როცა ის გადაიღლება, მე შეცდომებს უშვებს, ხო? აქედან გამომდინარე, ცოტა დაინდეთ საკუთარი ორგანიზმი, გამოაძინეთ შეძლების დაგვარად, მოვერიდოთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს ახლა ამ პერიოდში. მიუხედავად იმისა, შეიძლება რაღაც ძველი დივიდენდები და რაღაცა მიიღოთ, მაგრამ ორი იმდენი წავა. ამ ხრივ იყავით ცოტა ყურადღებით და ამიტომ პარტნიორთა მიმართ დამოკიდებულება თქვენ და მით შეიძლება ცოტა დაიძაბოს. ამ თვალსაზრისით იყავით ცოტა ყურადღებით თხილი წინ დახედული, რომ აქ პარტნიორული ურთიერთობა არ დაძაბოთ. ეხლა დაუშვათ თუ თქვენ გაქვთ აქ საშუალება, რომ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, იქნება ყველაზე ჭკვიანური, იმიტომ რომ ეს მერე ხელს შეუწყობს შემდგომ თქვენს პროფესიონალურ წინსვლას, მაგრამ აქ თუ ეს ურთიერთობა დაიძაბა და ამის ტენდენცია არის, იმიტომ რაღაც უკმაყოფილება შეიძლება მოხდეს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები. ამას შეიძლება თქვენი კარიული წინსვლა სერიოზულად შეაფერხოს. ამ ხრივ ვიყავით ცოტა ყურადღებით. და რაც შეეხება თევზს და თევზებო, ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ აქტიური ენერგიული ინიციატივანი, ლიდერი, იდეოლოგით შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ამ პერიოდში, სხვა შეიძლება მზადყოფნაში აქვთ ყოველთვის დახმარებისათვის ეს ნიშანი. შემოქმედებითი ნიჭი, გადასარევი, ინტუიცია, ზემძლავრი, მაგრამ პრობლემა არა. პრეტენზიები და კრიტიკა სხვათა მხრიდან იქნება მეტი. თუ თქვენ ამას გაატარებთ შვიდად კონფლიქტის გარეშე, ძალიან დასამახსოვრებელი და კარგი პერიოდი გექნება. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ ცაგერელს.